რაზე დაიჭირეს იცით ეკალი? ეკალი დაიჭირეს კახა კალაძის პორტრეტი იყო და ზედ მიაჯღაპნა რუსული ოცნებაო რა. ანუ კახა კალაძის გამოსახულების წაბილწვაზე ამაზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. აი ხატს მაგალითად ნატაფერაძემ საღებავი რო შეასხა, მაგაზე რო ვითხოვდით რომ ბიჭო, აი მართლმადიდებლური წმენის და ხატების შეურაცხყოფაზე რაღაც გააკეთეთ, ნატაფერაძე ადმინისტრაციულით დააკავეს. ეგ თან ხალხის დაჟინებული მოთხოვნა რაღაც გაფრთხილდა გამოვიდა. ანუ ოცნებას ეხლა აი ამ მომენტში აქვს ეგეთი სამართალი ხალხო რა. აი ოცნების სამართალი გამოიყურება ეგრე რომ კახა კალაძის გამოსახულების შეურაცხყოფა უფრო დასჯადია ვიდრე მართლმადიდებლური წმინდანის ხატის. ეგ ფაქტის დონეს დავაფიქსიროთ რა. ანუ საერთოდ ჯერ შეფასებაში არ შევდივარ. აი ფაქტი არის ეგეთი. ხატზე ვიღაცამ რო შეასხას საღებავი, ეგ არის ადმინისტრაციულ სამართალდამღვრა და კახა კალაძის ნათელი სახის შეურაცხყოფა ეგ იმდენად აღმაშფოთებელია, ეგ უკვე სისხლის ეგ ხო ქვეყანასაც ეთყობა. აი ეგ ეთყობა ქვეყანასაც ეთყობა, რომ ეგეთი ქვეყანა ვართ. ეგ გასაგებია კაცო, რომ ხელისუფლებისთვის თავისი პორტრეტი უფრო მნიშვნელოვანია და ღირებულია ვიდრე ხატი. ამაზე ვინმე დაობს